თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადრე ევროპულ ბანკებში შენახული დანაზოგებით კრიპტოვალუტა იყიდა და ამ და სხვა თემებზე კი რამდენიმე წუთში ვიყვებით. მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. კალაძეს სურს, რომ თბილისის მერი მესამე ვადითაც იყოს. ფიქრობ ეს დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს, ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე BMG-ს კითხვას, რატომ არ გვეყნდება 6 თვეა ქონებრივი დეკლარაციები. 4.1 მილიარდი ლარის აქტივები, 3 მილიარდის წესხები და 2.6 მილიარდი ლარის დეპოზიტები. ბაზის ბანკი 4 თვის შედეგებს აქვეყნებს და ზრდაზე აცხადებს. ბოლო 10 თვეში საქართველოდან 17.200 ტონა თხილია ექსპორტირებული. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ $111 მილიონ მიაღწია. Eminem Facebook-ის, Instagram-სა და WhatsApp-ის მფლობელ კომპანიას მისი ჰიტების ნებართვის გარეშე გამოყენებაზე და პლატფორმების განთავსებას ედავება. რეპერის მიერ მოთხოვნილმა კომპენსაციამ შესაძლოა 100 მილიონს გადააჭარბოს. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბადაძე წარმოგიდგენთ. ეს ჩემი ჰობია, ვნახოთ რამდენად გამოგვია ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი განმარტავს, რატომ დააფუძნა ახალი კომპანია კალა კაპიტალ თბილისი. კალაძე მისი ახლად დაფუძნებული კომპანიის საქმიანობად ბავშვობის ჰობის განხორციელებას ასახელებს, ეს ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე გაყვანა. კალაძის თქმით, ის ამ პროექტს ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი კომპანია კალა კაპიტალ თბილისი მაისში დააფუძნა. გუშინ კი ამ კომპანიის დირექტორის ცვლილებაზე შეიტანა განაცხადი. რაც გვაქვს იდეაში, ეს არის საპილოტო პროექტი და რამდენად გამოსვლადი იქნება ვნახოთ. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან და მქონდა ყოველთვის ამის სურვილი და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ, ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა. რამდენად გამოგვივა არ ვიცი, საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები. უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ასე უპასუხა თბილისის მერმა კომპანია კალა კაპიტალ თბილისის დამფუძნებელმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მის მიერ კომპანიის დაფუძნება ხომ არ უკავშირდება სანქციებიდან თავის არიდებას. კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპულ ბანკებში თანხმები არ აქვს და ამ დანაზოგით კრიპტოვალუტა იყიდა. საჯარო მონაცემებით კახა კალაძეს სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა აქვს ლიეტუვასა და ესტონეთისგან, ასევე ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაწესებული აქვს უკრაინის მიერ. ვრცელდება თუ არა სხვა სანქციები ან შეზღუდვები თბილისის მერზე უცნობია. არც ის არის ცნობილი, ხომ არ ვრცელდება მასზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქისთვის დაწესებული დამატებითი სავიზო შეზღუდვები. ეს შეზღუდვები, როგორც ცნობილია, ვრცელდება ქართული ოცნების წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სხვა პირებზე. რაც შეეხება თანხებს, ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს. ეს დადასტურებული ინფორმაცია. დეკლარაციაში არის სასახული თანხები, რაც მქონდა ევროპულ ბანკებში, მქონდა გასესყებული კონკრეტულ კომპანიაზე, შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუმცა ამას აქვს ახსნა და მიზეზი თუ რატომ. მედიაში კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. პრემიერი კობახიძე ირწმუნება, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება და არა ცენზურას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. კობახიძე ამბობს, რომ მრავალი წელია კანონმდებლობაში არის სტანდარტები დადგენილი, უბრალოდ ეს არ სრულდებოდა და არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ კი პარლამენტმა გაწერა აღსრულების მექანიზმი და ამის საფუძველზე განხორციელდა ქართული ოცნების მხრიდან მიმართვა შესაბამისი ორგანოებისადმი. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ კონკრეტული ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა ტევ პირველს ფორმულას და მთავარი ჟურნალისტებს და წამყვანებს იგრძალებათ ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიც არის ოლიგარქია, ოლიგარქის დეპუტატი, რეჟიმის საქალაქო სასამართლო, რეჟიმის პირები, ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი და სხვა. კობახიძე ამბობს, რომ კანონი ყველა მედიას საშუალებას თანაბრად ეხება და ოპოზიციურ პარტიებს ცენზურას საუბრის ნაცვლად შეუძლიათ მიმართონ კომუნიკაციების კომისიას.
ეს სტანდარტები საქართველოში მოქმედებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა აღსრულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. ხორაშუაში აქვს ცენზურა. იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. ხო, კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. თქვენთვის შეიძლება ეს იყოს ცენზურა, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენ საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე. ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა მედია საშუალებას, ხო? მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს, ხო? მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, ხო? საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. თუ გამოიყენება მაგალითად ასეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად რადიკალური ოპოზიცია, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, როდესაც პარტია მიმართავს პარტიას ამოძრავებს სუბიექტური ინტერესები. არის სხვა პარტიები, მათაც შეუძლიათ მიმართონ და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ გადაიფიქრა მთავრობამ ამ ეტაპზე საგადასახადო შეთანხმებების სისტემის რეფორმირება, როგორც BMG-სთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, თავის დროზე ამ სისტემის რეფორმა ითვალისწინებდა, რომ საგადასახადო შეთანხმებების მექანიზმი მხოლოდ კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმის პროცესში უნდა ყოფილიყო. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ვინაიდან ეს მექანიზმი ამ დრომდე სრულყოფილად არ მუშაობს, რეფორმის გატარებასაც აზრი ეკარგება. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებს უფორმდებათ საგადასახადო შეთანხმებები, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის და ეს კომპანიებს დააზარალებს. რეფორმა დაკავშირებული იყო თუ გახსოვთ მიიღეთ კანონი გადახდის უნარობასთან დაკავშირებით, სადაც იყო კომპანიის მხოლოდ გაკოტრების თემა, არამედ რეაბილიტაციის თემა. აი ეს სისტემა როგორც კი ამოქმედება სრულფასოვნად, ანუ პრაქტიკაში ვნახავთ, რომ კომპანიების რეაბილიტაცია იმ პროცესში უნდა იყოს ჩართული საგადასახადო შეთანხმებაც, ანუ მარტო საგადასახადო შეთანხმება შეიძლება კომპანიას ვერ უშენოს, ვერ მოხდეს რეაბილიტაცია, ერთიანად მთლიან რეაბილიტაციის პროცესში და აი აქ არის რეფორმის საჭიროება, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს საგადასახადო შეთანხმება. მიღებულია კანონმდებლობა, დაწყებულია ეს პროცესი, თუმცა ამას უნდა მინიმუმ 5 წლიანი პრაქტიკა, რომ პრაქტიკაში დაენერგოს. გარიგება ლიბერტი ბანკის და ბაზის ბანკ შორის ბოლომდე ჯერ არ არის მიყვანილი. ამის შესახებ დღეს ირაკლი რუხაძემ ჩვენი კითხვის პასუხად განაცხადა, როგორც რუხაძემ თქვა, ბაზის ბანკთან მიმართებით მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბაზარზე მესამე მსხვილი ბანკი გაჩნდება. რუხაძე არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები ლიბერტის გასხვისებაზე სხვა კომპანიებთანაც გაგრძელდეს. რუხაძე გამოეხმაურა შესაძლო სანქციების თემასაც, რომლის შესაძლებლობაც სრულად უარყო. შეგახსენებთ იმას, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბერტი ბანკს ყიდულობს ბაზის ბანკი, BMG-ს ეს ამ გარიგებასთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა და თქვა, რომ თითქმის ბოლომდეა პროცესი მისული. ჩვენ რამოდენიმე თვეა ლაპარაკობთ ბაზის ბანკთან, სხვა ხალხთანაც. ბაზის ბანკთან ორი წლის წინაც ლაპარაკობდით ეს გარიგებაზე, უბრალოდ ვერ მივედით ბოლომდე და ეხლაც უბრალოდ უნდა ვნახოთ გავლოთ თუ არა ბოლოში. მე იმედი მაქვს, ეხლა უფრო მეტი საერთო შეხების ეტელი არის ჩვენ გუნდს და ბაზის ბანკის გუნდს შორის და უფრო ოპტიმიზმით ვარ, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ აუცილებლად გარიგება დასრულდება და იმასაც ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. ბოლომდე ყველა პირობაც არა, ეხლა ცნობილი ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ ჩვენ. თუ ეს გარიგება დასრულდა, ეს იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის და იმიტომ რომ ის იქნება კარგი მისი საბანკო სისტემისთვის, ფაქტობრივად გაჩნდება მესამე ბანკი, რომელიც იქნება ორჯერ დიდი, ვიდრე დღეს არის მესამე ბანკი. თავისუფლების მოედნიდან 13 წუთის სავალზე მთაწმინდის პარკის მიმდებარე 1 კვადრატი ახალი პრემიალური პროექტით დაგხვდებათ, რომლის მშენებლობა 2025 წლის ბოლოს სრულდება. კომპლექსი 6 სართულიან შენობას მოიცავს. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კომპლექსი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტი სიმწვანე და სიმშვიდე სურს და ამისთვის მას ანიჭებს უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ როდესაც ამ მთაწმინდაზე ახვალთ მთაწმინდის პარკთან დასვენების სიმყუდროვისა და საკუთარი ცხოვრების ადგილი იქნება. რა შეთავაზებები აქვს კომპანიას და რას მიიღებთ ახალ პრემიალურ კომპლექსში, დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. გიტოვებთ სიუჟეტს, მე კი გემშვიდობებით.
6 ხუთსართულიანი შენობა, რომელიც თანამედროვე და ღირსეულ საცხოვრებელ კომპლექსს ქმნის. ეს მთაწმინდის პარკის მიმდებარედ M კვადრატის ახალი პრემიალური პროექტია, რომელიც თავისუფლების მოედნიდან 13 წუთის სავალზე დაგვხვდებათ. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა დაგეგმარების სახლებს, ეზოებით, ტერასებით და დუპლექსებით. თითოეული სახლიდან კი განსაკუთრებული პანორამული ხედი იშლება. M კვადრატი მთაწმინდის პარკთან დასვენების, სიმყუდროვის და საკუთარი ცხოვრების ადგილია. თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად კომპლექსში მოეწყობა ორიგინალური მასალებით და თანამედროვე დიზაინით მოპირკეთებული ეზო, სარეკრეაციო სივრცე, ასევე ბავშვობის გასართობი ზონა. მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს, განთავსება სავარჯიშო დარბაზი. კომპლექსს პირდაპირ კავშირი ექნება ინოვაციების ქუჩასთან, რაც მაცხოვრებლებს მობილობის სხვადასხვა საშუალებებს მისცემს თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე. ფუნიკული 2 საბაგიროსთან მარტივად წვდომისათვის კი მაცხოვრებლებს მოემსახურებათ ელექტრომობილი. მეტი კომფორტისთვის უზრუნველყოფილი იქნება საერთო სივრცეების დასუფთავება და გამწვანების მოვლა. კომპლექსს მოემსახურება მენეჯერი, განთავსდება დახურული ავტოსადგომი და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, დაცული იქნება მისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტები. კომპლექსში ბინის შესაძენად ახლა საუკეთესო პერიოდია. კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებას უკეთებს. ერთიანი გადახდის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლება გვაქვს, ხოლო გრძელვადიანი განვადებისას წინასწარი შენატანის გარეშე 20% 2026 წლის ივნისამდე ნაწილდება. დარჩენილი 80%-ის გადახდა კი 2026 წლის 30 ივნისს მოხდება. მშენებლობის დასრულების ვადა 2025 წლის ბოლოა. M კვადრატს ამ ეტაპზე 6 მიმდინარე პროექტი აქვს და ისინი კომპანიის მისიას სრულად ასახავენ. შექმნან და განავითარონ ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან და მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.